ჰაი. ვაი მე ვერ ამარ კარგად. თოდუნა როგორ სიტყოდა. გიჟდები ხალხო, ამაზე გიჟდები. ის მითოს რა ქვია. ხო. მე არ მივირთმევ ვიყოთ ბევრ შაქარ შეიცავს, მაგრამ გიჟდები, ამაში სალათებს ვაკეთებ ხოლმე, ბაჟე მქონდა. ერთხელ ჩასხოდი, მაგიდაზე იდო და იყო ულამაზესი. მოკლედ, რვის ნახევარი ხდება, ახლა მოვედი სახლში, ჯერ ყავა არ დამილევია. ხო და უნდა ამოვალაგო ისა რა ქვია. დილის რომელი იყო საათი? გაუწყდა და დაარჩია და ვიღაც ფერში წამოყარა. მოკლედ, მაწონი ვიყიდე, მაწონები. აბა თუ მეორე საათი. ხო აგარ. მოკლედ იქნა გამომდინარე რომ მეთქი აი იქიდან რომ წამოვალ მაღაზიაში აღარ მინდა შევიარო და აი მე ვიღლები ამ მაღაზიაში შევლები და დროს კარგავ და აი დავიდა აქედან გამწარებული დილის 8 საათზე სპარში ვიჯექი უკვე ორი ნაბიჯი ცოტა იქით არის ამიტომ სპარში იქვე შევედი სამსახურთან მაწვის სუპი უნდა გავაკეთო მე კამისუნი მაწვის სუპი უნდა გავაკეთო ხო და ვიყიდე მაწონი და დღეს უნდა გავუკეთო ოჯახს მაწნის სუპი. შეეძებდი ყველამ უნდა მივირთოთ, ხო სიყვარულო? აუ, თავისთავად. ეხლა ვიყავი გოგო ლიბრეში. ეს მეორე მაწონიც ვიყიდე ბარემ. სანამ რა ხონაიბის. ერთ იგივეა. მოკლედ ხო, ეგია. ორი მაწონი მაქვს. ეს ერთი მინდა იმისათვის, რომ ჩია მაქვს, ანუ სახლში და კიდე რაღაცა სხვა მაქვს, რომელსაც ძალიან კარგად იყენებენ და მელამის არის, რავი, ობობები გაუჩნდეს უკვე იმდენი ხანია მაქვს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ გამოვიყენო. დღეს არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგრამ ჩია და კიდე რავი, რაღაცები მაქვს მოკლედ. უნდა ჯერ გადავამოწმო რაღაცა ინფორმაციები და მე მივირთო მაწონთან ერთად, ხო და ეს მაგდო წამოვხსნიალე მოკლედ, შეგითხრათ. მარიკოს წვენი, რომელიც სხვადასხვა ძალიან უყვარს ესეც და მეორე ფერიც და ნუ ეს რა ფერებიც არის ყველაზე გიждდება რატომღაც არ ვიცი. მე ძალიან მიყვარს. ესაც ძალიან მიყვარს. ესათვის ფერიც ძალიან ასევე ვიყიდე წიწიბურა და ასევე ვიყიდე უკაცრავად ეცეხი რომელზეც გიждებ ისე მიყვარს და არც დღეს შევჭამ, არც გუში მიჭამია, არც ხვალ მივირთმევ და არც დიდღეს არ მივირთმევ, მაგრამ ძალიან მიყვარს, თუმცა თუ ერთხელ ძალიან მომენატრა აუცილებლად მივირთმევ, მაგრამ ხშირად რა თქმა უნდა ამას არ ვაპირებ. შებოლელი ძეხვი. კალორიულობის კუთხით 201 კალორია აქვს, ვისაც ნუ გაინტერესებთ ეს კონკრეტული. და შეგიძლიათ ხოლმე მიირთოთ თუ გემრიელი გინდა და ესეთი რაღაცები ხო გვიყვარს ზოგადად. უბრალოდ ჩემს კვებაში, ასე ვთქვათ, თქმა უნდა არ არის მიზანშეწონილი და ჯერ ახლა დავიწყე და დავადექი ამ გზას, რაც ჯანმრთელობის გამო დავიწყე და არ ვაპირებ. ახლა ზეხვებით გამოვიტენო კვირნაწლავი. ამ ეტაპზე თუმცა ძალიან მომენატრა, რა თქმა უნდა, ცოტას მივირთმე, ოღონდ ძალიან იშვიათად. ხო, კლებაზე მომწერეთ კიდე Facebook-ზე და გოგოებო, არავწონილ ვარ, ვერ მოგატყუებთ ნამდვილად. გითხარით ამ თემაზე ვისაუბრებ, ავიწონებით ხო, მაგრამ ანუ არავწონილ, ამიტომ დამიჯდა სასწორი, ანუ ელემენტები. ხო და ვერ მივედი იქამდე რატომღაც, რომ ელემენტი გამოუცვალ და ჩემ ქვარად ვარ გამოუცვალ კიდე ჩემი მეცე ჩემი მტერი იყოს და აგერ დევს ჩემი სასწორი და ჯერ არავწონილ ვარ და არც ვაპირებ სიმართლე გითხრათ ეს ნუ 10 დღე მაინც ყოველ შემთხვევაში არ ვაპირებ რამდენი ვიყავი არც ის არ ვიცი და შესაბამისად ვერც იმას გავიგებ რამდენი გრამი დავიკელი თუ კილო მე არ არის ეთქვებაზე რომ თავი გადამივარდეს მაგალითად შიმშილით რის წინააღმდეგიც ვარ შესაბამისად ახლა დიდ კლუბებზე ლაპარაკი ზედმეტია თუმცა ცვლილების კუთხით რაც შემიძლია თქვა არის ის რომ რაღაცნაირად აი შეფერთხილს რო ეძახიან ხვდებით აი თვითონ სახეზე რო დაგეტყობა ადამიანს
ამ დონეზე ვარ, სხვა მოლოდინები ჯერჯერობი და მე ნამდვილად არ მაქვს. ამიტომ ფიზიკურად ამაზე ვერ გცემთ, ასე ვთქვათ, პასუხს, თუმცა გვპირდებით, რომ აუცილებლად 10 დღის მერე 10 დღე რო გავავიწონები და მერე გეტყვით რამდენი გრამი თუ რამდენი თუ როგორ თუ რანაირად იქნება ეგ ამბავი. თქვენ იცით რომ 5 დღეში 1 დღე დაირღვა, ანუ მე 5 დღე დაირღვა, რესტორანში რო ვიყავი, ახალ წელსაც დაირღვევა. შესაბამისად არ ვარ რა, პირდაპირ გეტყვით ორიენტირებული რომ ამ თვეში ამდენი და დავიკლო. არ ვარ. ასე ვიყავი, მაგრამ ახლა სხვა რეალობა მაქვს. აი, წავიდეთ ყავა მოვადუღოთ, ესენი არა, პრინციპში შესაძლოა უნდა შეიძლება მათთვის უნდა გავაკეთო, მაგრამ ჯერ ადრეც არის, არც მარიკოს არ შეა, შესაბამისად თავმად შევიძა ჯერ თავისუფლად ყავა მივირთვა, თუმცა თუ შეშემწვარი კარტოფილიც არის, სხვა რამეც არის, წიწიფურაც არის და სხვა რამესაც მიირთმევს, ხო და მოდი რა ყავა მოვადუღოთ, თორე ნუ ჰაი. მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ბრძანდებით? მოგესალმება თქვენი პუტკუნა მზისხილი, აბა როგორ ხართ, რა შვრებით, ხო ხართ? კარგად. მოკუზული გესაუბრებით, იმიტომ რომ გავიმართო, მოხა დიდად კი მაინც სიმაღლე არ აქვს, მაგრამ თლად ისი არ მიდევს ტელეფონი, იმიტომ რომ შტატივი არ მაქვს. ხო და ჩემი ყავით ვარ მოსული, რძიანი ყავით, რა თქმა უნდა. რძის გარეშე მე არ მიყვარს უნალეკო, სულ ვეძახით. ის ჩვეულებრივი აი ნესკაფე, ჯაკობს და აცები არასოდეს არ მყარებია და ვერასოდეს ვერ ვიგებდი ხოლმე აი ჯაკობზე შემჯდარი ხალხი რა გემოს ატანდნენ. ხო და მივასკდეთ რძიას. აქ არ მიყვარს, აღარ მიყვარს პროსტovat ნალექიანი, ადრე ნალექიანს ვსვამდი ხოლმე. მაგრამ ნალექიანი აღარ მიყვარს, არ ვიცი, ამ ბოლო პერიოდში სამსახურში ამით უფრო მეტად ვიღებ სიამოვნებას და სახლში უოჭველი ნალექიანი, ხო და გაგვივარჯოს. თან ისეთი გემრიელი გემო აქვს. ხო და ესე ჩვენს პატარებს სძინავთ. მე პატიწონების ჯგუფში ვარ, 2 საწლიანებში. ხო და მე აქეთ ვარ გამოსული. ის არის მივირთვიო სპიკორცხი, ხო და ყავა უნდა დავაყო. რა თქმა უნდა, საძინებელში სხვებიც არიან ბუნებრივია. ასე მორიგობით გამოდივართ ხოლმე, რომ თქვათ, რაც გვინდა გავაკეთოთ იმ მონაკვეთში, გინდა ჭამე, გინდა დალია, რა ვიცი. მოკლედ აშკარად რაღაც გრამები მაქვს მოკლებული, იმიტომ რომ ესე იგი ბეჭდები კატასტროფულად მძვრება, აი რომ გავიქნივა ესე ხელი. ეს ბეჭდი, ნუ აი არ ვიცი, ძალიან მძვრება და ეს არ მძვრება ხა ესე რომ გავიქნიო, ხა თუ დავერტყ ხო, მაგრამ ანუ ძალიან ისე მაქვს რა ქვია ფომფლოთ, ესე რომ თქვა ასე რომ გილოცა უგვანსა. ცოტა შეფერთხილ ხარ. მაგრამ მე 6 დღე თუ მე7 კი აღარ მახსოვს ხალხო ერთი კუდაღვიდგინო. ხო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა კომპლიმენტებისათვის, რა კომპლიმენტებით ჩემთვის გამოიმეტეთ კორპორატიულ დღესთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა, ვისაც მოგეწონეთ მე, ვისაც მოგეწონეთ გარემო. ყველას უღრმესი მადლობა აქტიურობისათვის, გამოწერისათვის, იმისათვის რომ მიყურებთ, ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, როცა იდება YouTube-ზე ვიდეო, ადამიანებმა უყურონ და აი არ ვიცი. კი, ნელა იზრდება არხი, იმიტომ რომ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ამას ძალიან სჭირდება აქტიური ლაივები, როცა თქვათ ესეთი ყოველდღიური ვლოგების მიმართულებით მიდიხარ, ძალიან ხშირი ლაივები და ძირითადი აუდიტორია, ხო ვინც აკრიფა ძირითადმა ადამიანებმა, ყველამ არა რა თქმა უნდა. ხშირ შემთხვევაში ეს მოხდა ლაივებით და ლაივებით ბევრად კარგად გროვდება, მაგრამ მე არც დრო მაქვს ლაივების. აღარც ენერგია ლაივების საღამო საათებში, მით უფრო ხა
8-ზე რო შევდივარ და 9:15-ზე სახლში უკვე მომზადება იწყება ხო მეორე დღისთვის იქ სადილი კიდა იქ ბავშვი იქ შედის უნდა მოწესრიგდე და უნდა აუცილებლად შედარებით ადრე დავიძინო იმიტომ რომ შევძლო დილით ძალიან ადრე ადგომა ამიტომ ლაივებზე ლაპარაკი ესეთი მეტია მაგრამ მივიწევთ წინ ნელ-ნელა ხოდა დიდი მადლობა რომ ამ ყველაფერში მეხმარებით ეს მინდოდა რომ მეთქვა სხვადასხვა ძალიან ბევრმა მითხრა რომ იმაგ რესტორანში ვიყავიო უბრალოდ არ დაემთხვა დღეები ზოგი წინა დღეს იყო და ზოგი სხვა დღეს იყო კი ნამდვილად გარემო ძალიან კარგი იყო და რაღაცნაირი კარგი ვლოგი გამოვიდა მე ვთვლი რაღაცა მონაკოჩი გაჭედა ხალხო მე YouTube-ში რო შევედი რაღაცებს ვათვალიერებდი მეთქი ხო სწორად იმას ვქენით ხო რაღაცები და რაღაცა მონაკოთი გამიჭედა და მე მივხვდი რომ ინტერნეტი რო ჭედავს ხოლმე ხო მაგალითად CapCut-იც ჭედავს როცა ვამონტაჟებ და მიტყობა ეგ რაღაცა გამოყოლილი ქონდა მაგრამ მთლიანობაში კარგი იყო მოკლედ ვფიქრობ ჩემი ლუქიც სრულად გაჩვენეთ ჩემი კანის ახლდა გაჩვენეთ რესტორანის ძალიან ახლოდან გაჩვენეთ და სასიამოვნო ლოგი გამოვიდა მთლიანობაში. თქვენ რას ფიქრობთ? პრინციპში კი მითხარით თქვენ რასაც ფიქრობთ და რაღაც გიკითხებით. წეგან მარიკას აქ რაღაცა ცხვირზე ქონია იწერტილივითაც და მოუფხაჭნია და შეხლი მომდიოდა. რაღაცა წვეთიც არ იყო. დღეს რა ქვია ჩემს ვახშამს, გვიან ვახშამს ნამდვილად არ ვიცი. ხო, კვერცხი მაქვს აუცილებლად. დადებული ოღონდ გააჩნია რას გავიყოლებ ხელს, კვერცხს მივირთმევ, ან არ ვიცი. ვფიქრობ მოვიმზადო კომპოსტო ჩაშუშული. იმიტომ რომ მაქვს სახლში მაგისთვის წაღებული მაქვს. რამდენად მეყოფა ენერგია აქედა რომ მივალ რომ ეგ შუშო ჯერ არ ვიცი, მაგრამ მინდა რომ მოვიმზადო. ვფიქრობდი გავიარო და სოკოც ვიყიდო თქო და გავიმზადო, მაგრამ ნერვი არ არის მაგრამ მაღაზიაში იმდენი ხალხია და იმ ხალხი რიგში უნდა ვიდგე რომ აი მაგის ის ნამდვილად არ მაქვს ხა სოკოსთვის ვიდგე გავს არ მაცდია მე ძალიან მიყვარს შედედებული რძე და ხო იმის გემო აქვს და ვინ არის რა ხონაზო ალო ხონაზო მესმის ადამიან მე თო მაღალო ხო ილაპარაკე მესმის უიდედა გაიკეთე ყურის აპარატი შეკაიბა მიდაშვილო რომ გადაგუდგი უბანი სხვა უბანში ხო რა ხდება ნაზო დღესა რო ყოფილხარ დილით მობრძანებული ხო აბაზანაში ვიყავი შებრძანებული და ხეხავდი გლეჯდი ყველაფერს ეს ისე გამეტები დახეხე ყველაფერი იგი დახაწვადი არ ფენდაჭირდება და ახლა მოგიხსენება მე ისეთი სუფთავა და სისუფთავის ავადმყოფი ახლა რა ვიცი ვინ უნდა მოსულიყო რომ გამოსულიყავი ახლა გზეტა მოსულიყო ფრედი მერკური და ისის მკვდარია როგორ მოვიდოდა ხო და ახლა მოდის გიხდი რა ხო აბა რა ხდება დაიწყე რა გააჩერებს ამას რა ენა არა შენთვის არ მithქვამს რა ვიცი კაცმა რო კითხოს არ გესმის ძალიან ყურით ხარ ხო რა ხდება რა მინდოდა ხო დილით ამეც რო გირეკავდი რა მინდოდა მეკითხა შენა სანტუბია ხო ითამაშე ისა სეკრეტი სანტა რა იგივია ხო ითამაშე მომიყევი გაფიცე მამიდაშვილებს რა მოგიდა ახლა რა თქვა ჭიქაო არ გადამდგა რა ისა აჰა იგი
აქტივია რამ გაყვახლა ჭიქანათებში გაგცე მამიდაშვილებს. ხო, მოგეწონა, კარგია. საიდანა თემუდან გამოწერილი. საკალო ორლანახევარი როგი და იმ დღესაც ჩვენც არ ვნახეთ. გადმოწერე ეგ აპლიკაცია, წაიღებს всё შენ ეკონომიკაში გაჭირვებულო შენ. არა, ერთი თუ გამოწერე და მე უკვე მიდის და ვეღარ ელევი. ხო, აჰა. ხო, ახლა რა სიზა ყველა ხაცი ჭიქანათებს მეტი რა მოგდის, ხო? წელსაც ჩემი საიტა იყო განსხვავებული, გადაწყვიტა რომ არაორდინალური უნდა ყოფილიყო. ხო იცი რა არის არაორდინალური? ალო. დედა აღარა მაგ ნერვები. ხო. არ ვიცი იმ დალოცვის საიდან მოაგონდა, თურმე ესე ეკიდა და ქანაობდაო ვაგზალზეო და რო დავინახეო, ხო, აი შენ გამახსენდიო. მეთქი რა მოაქვს, რა მომიტანა? ქუდი, ხურებიანი ქუდი. მე ხვადრე მივდივარ სამსახურში. ხო და ის არის ქუდი, რო ყურებზე არ შეგცივდესო და აღარ დააცქერდა თურმე და დაეწვევი რაღაცას აკალო ადიცა ჩადის ყურები. ასე უნდა ვიარო? ამით უნდა ვიარო? თუ რა დავეძებ რა ვიცი, ხო. იყოს, აი ვაიძერო სანეს დავფენ რაღაცა იქნება, გავიკეთებ თანა გავერთობი. ჰა? ალო, უი დედა. ალო. ხო. ის არის, კიდე მყავდა კაცო მე საიტა სხვა სამყავდა და გადასარევი რაღაცები მომიტა და დიდი ყუთით. შევალაგე უკვე ჯამჭუჭელებში და გადასარევად მე რო გამოხვალ იმას გიზა. დაგისხავ მაგაში შამპანიუს და წრუპე. მეტი საქმე მაინც არა გაქვს, ხო? აჰა. გაფიცებ მამიდაშვილებს. მარომ, რა მიუტანა თავის რძას, ახლა რაში მაინტერესებს გაფიცებ მამიდაშვილებს, შენახო იცი მე როგორ საერთოდ არ მაინტერესებს არავის ცხოვრება, მაგრამ ისე რომ ვთქვათ, თუ ყველას აინტერესებს, რამ გამაჩინა ასეთი უინტერესო ხო? რა მიუტანა? მინანქარი. ვერ გაწვდაო, ქროს პადუმაეში. ხო, არ ვიცი. რო კითხო ბაჯაღლოთი მიდიოდა და რა ვიცი, რა ჩემი საქმეა. სულ არ მიყვარს ხის ოჯახზე ჭორაობა, ღმერთო მაღალო, ყველა ვიცის და უფალმაც იცის და ყველამაც იცის, მაგრამ მოეწონა ძას. ხო. ჰა? ეგეც კაი უბადური ყოფილა, ხო, მაგაზე ხო, მაინე. ეგ არ რჩები რძალი იყო, 7 პაჩურით გავაგდებდი სახლიდან, მაგრამ აი სიზავთ. გადარჩა, არ არის ჩემი რძალი. ხო. კაი, ნაჟო, კაი, კალო რამდენს ლაპარაკო. ხო, კაი, ნაჟო, ხვალე გამომიარე. ხვალ სახში არ ვიქნები და ზეგი არ ცალია. მაგზეგ ბაზარში მივდივარ. მაგზეგის მერიც ახალი წელი და ხაწეხვა მომადგები, კარზე ყველა თავის სახში ხვდება და გამომიარე ერთი 10-თვის. 10 რიცხვის ადამიანი. უფალო, კაი, დასვიდან. მომაჩვენე გოგო. ხათა თავია, წაიღო. რა იყო, რამდენს ლაპარაკობს შეკაი მამიდაშვილი.